ამ ვიდეოში მოდი ვისაუბროთ კინეტიკურ ენერგიაზე. და სიტყვა კინეტიკური ნუ შეგაშინებთ, ეს უბრალოდ ძველი ბერძნული სიტყვა არის, ძველი ბერძნული სიტყვიდან მოდის, რომელიც მოძრაობასთან არის კავშირში. ნებისმიერ სხეულს, რომელსაც მასა გააჩნია და რომელიც მოძრაობს, ასევე გააჩნია კინეტიკური ენერგია. და ზოგჯერ აღნიშნავენ ხოლმე ესე, ანუ K და E, რაც არის kinetic energy და ზოგჯერ უფრო ხშირად ალბათ საქართველოში ასე ნახავთ, ენერგია და ინდექსად K, კინეტიკური ენერგია. მაგრამ რამდენი ენერგია გააჩნია სხეულს, რომელსაც მასა აქვს და მოძრაობს? ეგ გვაინტერესებს ახლა. ამისთვის მოდი განვიხილოთ ასეთი მაგალითი. თქვათ ყავს ასეთი თაგვების ოჯახი და აქ არიან დედა, მამა და ძმა და ახლა უნდა ივახშმონ სხვადასხვანაირი ყველით და ერთმანეთს აწვდიან ყველის ნაჭრებს. თქვათ მამა თაგმა შვილებს თხოვა, რომ შეგიძლიათ ჩედარი მომაწოდოთ და ორივემ გადაწყვიტა, რომ გაუშვას ასე ხელი კრას და გააცუროს მაგიდაზე ეს ყველის ნაჭრები და თქვათ ძმამ რაღაც სიჩქარით გაუშვა და დამ თქვათ ორჯერ უფრო მეტი სიჩქარით. ზუსტად ერთი და იგივე ნაჭრები არის, ერთი და იგივე მასა აქვს, უბრალოდ ერთი უფრო მიდის სწრაფად, ვიდრე მეორე. მაშინ რომელს ექნება უფრო მეტი კინეტიკური ენერგია? თუ აირჩიეთ ზედა, რომელიც უფრო სწრაფად მიდის, სწორია. უფრო სწრაფად რომელიც მიდის, როცა მასები თანაბარია, იმას ექნება მეტი კინეტიკური ენერგია. კარგი, ახლა ვთქვათ, მამამ შეჭამა ერთი ნაჭერი და ახლა შვილებს უბრუნებს მეორე ნაჭერს, რომელიც არ შეჭამა და ასევე აწვდის აი ამ, ვთქვათ, ფეტას ყველის ნაჭერს. და მამა ადგება და ორივეს ერთი სიჩქარით გაუშვებს, ესე იგი, ორივე მიდის ერთი და იგივე სიჩქარით, მაგრამ ჩანს კიდეც, რომ ერთი მეორეზე უფრო მძიმეა და ვთქვათ, ზედა არის რაღაც ორჯერ უფრო მძიმე ვიდრე ქვედა. ანუ ეს ჩედარის ნაჭერი ორჯერ უფრო მძიმეა. და ნუ ორივე გაუშვა ერთი სიჩქარით. ამ შემთხვევაში რომელს ექნება მეტი კინეტიკური ენერგია? სწორი პასუხი არის ისევ ზემოთ რაცა ის, იმიტომ რომ სიჩქარეები ერთნაირია, მაგრამ მასა მეტი აქვს აი ამ ნაჭერს. ესე იგი, კინეტიკური ენერგიაც მეტი ექნება ამ ნაჭერს. ახლა მოდი დავსვათ ცოტა უფრო საინტერესო კითხვა. თქვათ, შვილებმა თქვეს, რომ არა, ჩვენ მეტი აღარ გვინდა, საკმარის ვიჭამეთ და გაგახსენებთ, რომ მასები არის ორჯერ m და m, ანუ ეს ორჯერ უფრო მძიმეა ვიდრე ეს. და თქვათ, შვილმა ეს ნაჭერი გაუშვა რაღაცა სიჩქარით, თქვათ, რაღაც v სიჩქარით და ანუ ძმამ გაუშვა v სიჩქარით და დამ გაუშვა, თქვათ, 2v სიჩქარით. ახლა უფრო საინტერესო შემთხვევაა, იმიტომ რომ აქ გვაქვს ორჯერ მეტი მასა და აქ გვაქვს ორჯერ მეტი სიჩქარე. მაშინ რომელ ყველის ნაჭერს ექნება უფრო მეტი კინეტიკური ენერგია? აღმოჩნდება, რომ ზედას ექნება ისევ. ანუ მეტი კინეტიკური ენერგია, მეტი ტყებს დღეს რატო ვერ ვწერა, არ ვიცი. მეტი KE, ან მეორენაირად E კინეტიკური, მინდა რომ ორივე ამას მიგაჩვიოთ ჩანაწერს, ექნება იმას, რომელსაც მეტი სიჩქარე აქვს, ორჯერ მეტი სიჩქარე აქვს და ეს არის იმიტომ, რომ კინეტიკური ენერგია დამოკიდებული არის მასაზე და ასევე დამოკიდებული არის სიჩქარეზე. მაგრამ სიჩქარე არის უფრო ძლიერი ფაქტორი და ახლა გამოჩნდება, რატომ? მოდი ვნახოთ უფრო დეტალურად, მათემატიკურად ამისი მიზეზი. მოდი დავწეროთ განტოლება, რომელიც ენერგიის განტოლება იქნება და ეს არის, რომ კინეტიკური ენერგია, ანუ E კინეტიკური ტოლია და მოდი გავიხსენოთ რა ვთქვით. ვთქვით, რომ დამოკიდებულია მასაზე რაღაცნაირად და ვთქვით, რომ დამოკიდებულია სიჩქარეზე რაღაცნაირად. ამათ ნამრავლზე არის დამოკიდებული რეალურად, მაგრამ ასევე ის ვთქვით, რომ სიჩქარეზე მეტადაა დამოკიდებული ვიდრე მასაზე და რეალურად აღმოჩნდება, რომ სიჩქარის კვადრატზეა დამოკიდებული. და ნუ წინ აქვს კიდევ ერთი მეორედი მამრავლი, მაგრამ ეგ არ არის ამ წუთას გადამწყვეტი. ანუ ეგ რას ნიშნავს? ეგ ნიშნავს იმას, რომ თუ მაგალითად გაორმაგდა მასა, ანუ ორჯერ მეტი თუ გვაქვს მასა, მაშინ ორჯერ მეტი გვექნება კინეტიკური ენერგია. მაგრამ თუ გაორმაგდა სიჩქარე, ეგ ნიშნავს, რომ v არის რაც ორმაგდება, მაგრამ მე კვადრატში გვაქვს ეგ. ანუ თქვათ 2v რომ გქონდეს, მაგისი კვადრატი გვიწევს, რაც არის 4v. ანუ გამოდის, რომ 4 მაგდება კინეტიკური ენერგია, როცა ორმაგდება სიჩქარე. ესე იგი, როცა ეს ხდება, მაშინ 4 მაგდება კინეტიკური ენერგია. და ამიტომ არის, რომ უფრო მეტად დამოკიდებულია სიჩქარეზე. ამიტომ იყო წინა მაგალითში, რომ მეტი სიჩქარე რომელსაც ჰქონდა, იმას ჰქონდა მეტი კინეტიკური ენერგია. და მოდი გავარჩიოთ რაღაც შემთხვევები, ცოტა უკეთ რომ გავიგოთ ეს. ესე იგი, დავწეროთ ფორმულა რაც გვაქვს, რომ კინეტიკური ენერგია
E კინეტიკური. ტოლი არის 1/2 mv კვადრატი. და მაშინ ახლა მოდი გავარჩიოთ ორი შემთხვევა. ერთი არის როცა გვაქვს ის პატარა ყველის ნაჭერი, ხო? და თქვათ ეს არის, ესე იგი ამისი მასა იყოს მოდი 9 არა 0.05 კილოგრამი იყოს, ესე იგი მასა იყოს 0.05 kg და თქვათ მოძრაობდეს 2 მეტრ-წამის სიჩქარით მეტრი წამში და ჩედარი ვთქვით ხო მე მგონი ამაზე ეს ცუდად დავხატე ესე იგი ეს არის ჩვენი ჩედარის ნაჭერი და თქვათ ამისი მასა იყოს 0.1 კილოგრამი ესე იგი ორჯერ მეტია და მოდი ჯერ ესეც მოძრაობდეს იგივე სიჩქარით 2 მეტრ-წამი სიჩქარით მაშინ მოდი ვნახოთ რა იქნება ახლა თითოეულის შემთხვევაში კინეტიკური ენერგია ესე იგი კინეტიკური ენერგია ამ ჩედარის იქნება 1/2 ეს ძალიან გავს 7-იანს და დამობნეველი არ იყოს თქვა მანდა ისევ ეგეთი დაწერა 1/2 გამრავლებული 0.05 კილოგრამზე ხო 50 გრამია და გამრავლებული 2 მეტრ-წამის კვადრატზე ხო და ნუ ამას თუ დავითვლით რა გამოვა ახლა ეს იქნება 2 × 2 ანუ 4 4 უნდა გავამრავლოთ 0.05-ზე და გავამრავლოთ 1/2-ზე. ანუ 4 ნუ 4 და 1/2 მოგცემს 2-ს და 2 ჯერ ეს იქნება 0.1. ანუ ესე იგი კინეტიკური ენერგია ტოლია 0.1 ჯოულის, იმიტომ რომ ჯოულში იზომება ენერგია, ხო? ეხლა აქეთ ვნახოთ. აქეთ გვაქვს ესე იგი კინეტიკური ენერგია ტოლია 1/2 გამრავლებული 0.1 კილოგრამზე და გამრავლებული ისევ 2 მეტრ-წამის კვადრატზე. და ნუ ეს მოგცემს უბრალოდ 2 ჯერ მეტს, ხო? იმიტომ რომ ეს წევრი და ეს წევრი ერთი და იგივეა და აქ გვაქვს უბრალოდ 2 ჯერ განსხვავებული, ხო? ანუ ეს არის 2 ჯერ მეტი. შესაძლოა ან პირდაპირ შეგვიძლია დავთვალოთ რომ 1/2 ჯერ 4 არის ისევ 2 და 0.1 ჯერ 2 არის 0.2. ანუ კინეტიკური ენერგია, ესე იგი კინეტიკური ამ შემთხვევაში გვაქვს 0.2 ჯოული. ანუ როცა ერთი და იგივე სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ მასა არის 2 ჯერ მეტი, მაშინ ენერგიაც არის 2 ჯერ მეტი. ეს დავასკვენით. მაგრამ მოდი ახლა ავიღოთ ისეთი შემთხვევა, სადაც მოდი ამას წავშლი ამ მონაცემებს და განვაახლოთ. ესე იგი, ამჯერად ეს ფეტა იყო, ხო, მე მგონი პირველი რაც ვთქვი. ამისი მასა იყოს, ნუ ისევ იგივე რაც იყო 0.05 ტყუილა წავშალე ეს კილოგრამი, მაგრამ მოდის სიჩქარე იყოს 4 მეტრი-წამში. მაშინ ახლა ხელახლა დავთვალოთ, ესე იგი, კინეტიკური ენერგია ამისი იქნება 1/2 გამრავლებული 0.05 კილოგრამზე და გამრავლებული 4 მეტრ-წამის კვადრატზე. ანუ ახლა ამისი კვადრატი მოგცემს 16-ს. 16 გამრავლებული 1/2-ზე მოგცემს 8-ს და 8 გამრავლებული 0.05-ზე მოგცემს 0.4-ს. ესე იგი, კინეტიკური ენერგია გამოგვივიდა 0.4 ჯოული, რაც არის 2 ჯერ მეტი. ანუ ეს არის ის შემთხვევა, წეღანაც გავარჩიეთ ბოლოს, ნახატებით, როცა გვაქვს მასაში განსხვავება 2 ჯერ, მაგრამ ასევე სიჩქარეში გვაქვს განსხვავება 2 ჯერ, ხო? რომელიც უფრო მცირე მასის არის, სამაგეროდ სიჩქარით უფრო მეტია 2 ჯერ. და აი გამოჩნდა კვადრატული დამოკიდებულება სიჩქარეზე ენერგიის. როცა მასა არის 2 ჯერ მეტი, მაშინ ენერგია 2 ჯერ მეტი, მაგრამ როცა სიჩქარეა 2 ჯერ მეტი, ენერგია 4 ჯერ მეტია. ანუ რომ შევაჯამოთ, ენერგია, უბრალოდ კინეტიკური ენერგია არის მოძრაობის ენერგია, დაკავშირებულია მოძრაობასთან. ეს არის მისი ფორმულა 1/2 mv კვადრატი, ან mv კვადრატ ნახევარი, ხშირად ეგრე ვამბობთ ხოლმე ქართულად. და ეს ფორმულა გვეუბნება იმას, რომ როცა მასა, თქვათ, იზრდება, მაშინ ენერგიაც იზრდება და როცა სიჩქარე იზრდება, ენერგია უფრო იზრდება, იმიტომ რომ კვადრატულად არის დამოკიდებული სიჩქარეზე და პირველ ხარისხზე არის დამოკიდებული მასის.